ამბებს. გარემოს დაცვის სამინისტრო თბილისის მერიას ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში მწვანე საფარი შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. მინისტრი ქალაქის მერიას მიმართავს, რომ ურბანული განვითარების გენერალურ გეგმებში ადეკვატურად აისახოს დამატებითი მწვანე ზონების განვითარების საკითხებიც. მისივე თქმით, აუცილებელია ურბანული განვითარების დაგეგმარების პროცესის საჯაროობის უზრუნველყოფაც, როგორც ხათუნა გოგალაძემ აღნიშნა. თბილისის მოსახლეობის შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში მოუწესრიგებელი და დაგეგმვას მოკლებული მშენებლობების გამო დედაქალაქის გამწვანებული ტერიტორიები სამშენებლო ზონებად გადაიქცა. მინისტრის განმარტებით, გარემოს დაცვის სამინისტროს ამ საკითხით დაინტერესების და პრობლემის მოგვარების თხოვნით უკანასკნელ პერიოდში მიმართა მუხიანის ნაძალადების იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიის და კოჯრის მოსახლეობა. ბოლო პერიოდში მოსახლეობამ არაერთხელ მოგვართა გარემოს დაცვის სამინისტროს მწვანე ზონების შემცირებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების თხოვნით. გარემოს დაცვის სამინისტროს პირდაპირ დაინტერესებას წარმოადგენს ურბანული განვითარების დაგეგმვის დროს სათანადო ყურადღება მიექცეს და ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად განიხილებოდეს ქალაქის გაფართოებული საზღვრების ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. მათ შორის მწვანე ზონების შენარჩუნებისა და შექმნის საკითხი.